ახლა შემოგვიერთდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე. მოგესალმებით ბატონ გიორგი, მადლობთ გადაცემაში მონაწილეობისთვის. დღეს CESCOM ვრცელი განცხადებით უპასუხა ევროპარლამენტის კონკრეტულ რეზოლუციას, სადაც 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე იყო გაკეთებული ჩანაწერი გაყალბებასთან დაკავშირებით და სადაც თქვენ გააკეთეთ ისეთი პოზიცია, რომ ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე გამოქვეყნებული ეს განცხადება არის დისკრედიტაცია CESCOM-ს. აი, რამდენად დიდი გამოწვევაა ეს CESCOM-თვის, მით უმეტეს თვითმმართველობის არჩევნების წინა პერიოდში ვიმყოფებით დღეს. მოგესალმებით თეა, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. მართლა ძალიან მნიშვნელოვანია თითეული ასეთი შესაძლებლობის გამოყენება, ვინაიდან აუცილებელია ჩვენ როგორც საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულმა ორგანომ, სწორედ საზოგადოებას მივაწოდოთ ის ინფორმაცია, რაც ხშირად სამწუხაროდ, გარკვეულწილად მანიპულაციურად მიეწოდება სხვადასხვა დაინტერესებული მხარის მიერ. აქ საუბარი რაზეა? საუბარი გახლავთ იმაზე, რომ აგერ არჩევნებიდან გავიდა 9 თვე და შესაბამისად სწორედ ახლა ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციის საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ვიღაცა აპირებს დაამტკიცოს ის და დაუმტკიცოს, ესე ვთქვათ, უაპელაციო და ფაქტების გარეშე, რაც ვერ დაინახა და ვერ დაამტკიცა 54,000-ზე მეტმა საარჩევნო ადმინისტრატორმა 2024 წლის 26 ოქტომბერს. საქმე იმაში გახლავთ, რომ მინდა საზოგადოებას შევახსენო, სწორედ 54,000-ზე მეტი ადმინისტრატორი უწევდა არჩევნებს ადმინისტრირებას და მათ შორის ნახევარზე მეტი სწორედ პოლიტიკური პარტიების მიერ იყო დანიშნული. და მინდა ვთქვა, რომ განსხვავებული აზრის შედეგებთან მიმართებაში ისი კანონიერი უფლებაც არსებობდა, მხოლოდ 9 შემთხვევაშია გამოყენებული 3111 უბნიდან. ამის შემდგომ მოხდა ყველა ტექნოლოგიური უბნის ხელით გადათვრა და შედეგები არათუ დრამატულად, არამედ ძალიან მცირედით განსხვავდებოდა მანქანების მიერ დანიშნული, მანქანების მიერ დათვლილი შედეგებისგან, რაც რა თქმა უნდა არანაირად და ვერანაირად ვერ მოახდენდა შედეგებზე გავლენას. ამის შემდგომ უამრავი შეხვედრა, უამრავი დისკუსია, მათ შორის ევროპარლამენტის წარმომადგენლებთან შედგა როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ისე სხვა, ასე ვთქვათ, სხვადასხვა ფორმატებში და არც ერთ ეტაპზე ასეთი უაპელაციო განცხადება არ გაკეთებულა. რა თქმა უნდა, ასეთი განცხადება არ არის ეუთოუდილის დასკვნაში და მეტიც საზოგადოება და ყველა ჩვენთაგანი გავხდით გენერალური მდივნის განცხადების მოწმე, რომელიც ამბობდა, რომ არჩევნების შედეგები მიუხედავად ცალკეული ხარვეზებისა ასახავდა ამორჩევლის ნებას. ცხადია, საარჩევნო ადმინისტრაცია დაინტერესებულია, რომ ასეთი განცხადებები არ დარჩეს უპასუხოდ, მინიმუმ იმიტომ, რომ შემცირდეს შესაძლო გავლენა მომავალი თვითმმართველობის არჩევნების სანდოობაზე და მაქსიმუმ იმიტომ, რომ საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახოს, არის თუ არა ასეთი განცხადებების უკან რაიმე მყარი მტკიცებულება. კიდევ ერთხელ ვიბეორებ, 9 თვის მანძილზე თითოეული საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენელი იხვეწება ფაქტიურად, რომ ვინმეს თუ აქვს რაიმე კონკრეტული ხელშესახები ფაქტი, თუ საზოგადოებას არ გააცნობს, მიიტანოს ან საგამოძიებო ორგანოში, ან რაიმე სახით მოახდინოს ამ მტკიცებულების გამოქვეყნება. სამწუხაროდ, ჩვენ კიდევ ვისმენთ დღესაც მხოლოდ განცხადებებს და არავითარი მტკიცებულება ამის უკან არ წარმოგვიდგენია. ბატონ გიორგი, აი თქვენ ამ წერილში სვამთ კითხვას, რატომ არ ინტერესდება მაგალითად ევროპარლამენტი იგივე უთეოდილის დასკვნის, სადაც კონკრეტული ჩანაწერი არსებობს, კონკრეტული შეფასება კეთდება. პირველში რა ახსნა გაქვთ, რატომ არ ინტერესდება და მეორე, როგორია სოფლიო პრაქტიკა იგივე უთეოდილის დასკვნის რეკომენდაციებზე ან შეფასებებზე სხვა ქვეყნებში ამ მიმართულებით? მინდა ვთქვა, რომ მარტო 2020 წელს ძალიან ბევრი არჩევნები ჩატარდა სხვადასხვა ქვეყანაში. ჩვენ რა თქმა უნდა ვიცნობთ ყველა ქვეყნის არჩევნების შესახებ ეუთოუდილის დასკვნას და შეუძლია ყველა დაინტერესებულმა მხარეს ნახოს ეს დასკვნები, რომ იდეალური პროცესი მსოფლიოში არც ერთ ქვეყანაში არ ტარდება, რასაც საარჩევნო პროცესი ქვია მისი კომპლექსურობის და სირთულის გამო. შესაბამისად, ამ დასკვნების მნიშვნელობა გახლავთ ის, რომ ერთის მხრივ აღიწეროს ის პროგრესი, რაც ქვეყანას აქვს საარჩევნო პროცესებთან მიმართებაში და ეს დადასტურებულია ეუთოუდილის დასკვნაში, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ თავისი საკუთარი პროფესიული მოვალეობა მართა მაღალ პროფესიულ დონეზე და მეორეს მხრივ აღწერილია ის გამოწვევები და გაცემულია რეკომენდაციები, რომელიც შეიძლება გამოსწორდეს იმისთვის, რომ მომავალი არჩევნები იყოს კიდევ უფრო წინ გადადგმული ნაბიჯი. ასე რომ ამასთან მიმართებაში არც ერთ პერიოდში კითხვის ნიშანი არც ერთ ქვეყანაში არ გაჩენილა, ეს გახლავთ ერთგვარად სამუშაო პროცესი, რომლის მიხედვითაც 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე ეუთოუდილის დასკვნა
აღნიშნავს გარკვეულ წინსვლას და განსაკუთრებით ტექნოლოგიური ინტერვენციის პროცესში და ის რაც ეხება საარჩევნო ადმინისტრაციის მზაობას, ტექნიკურ მომზადებას, უბნების მოწყობას, მანქანების გამართულობას, პროცესის გამჭვირვალობას, რა თქმა უნდა ეს აღნიშნულია დასკვნაში, არის ცალკეული ძალიან მნიშვნელოვანი წუხილები თუ მომავლისთვის რეკომენდაციები გამოთქმული, რასაც საარჩევნო ადმინისტრაცია თავისი პასუხისმგებლობის ფარგლებში, რა თქმა უნდა, ითვალისწინებს და გაითვალისწინებს მომავალში. რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ ხდება ცალკეული მხარეების მიერ ეუთო ოდილის დასვრის გათვალისწინება, ეს ცხადია როგორც საარჩევნო ადმინისტრატორის შეფასების, ასე ვთქვათ, მანდატს სცილდება, კი ბატონო, მაგრამ კი, სცილდება თქვენს მანდატს, მაგრამ ეს გეხებათ თქვენ, ანუ თქვენზეა უშუალოდ ეს აქცენტი. ზუსტად მაგიტომ ამბობ, რომ მინდა ვთქვა, რომ ასეთ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის როგორც საარჩევნო ადმინისტრაციისთვის გახლავთ ერთის მხრივ დასკვნა და რეკომენდაციები, მეორეს მხრივ კიდევ ერთხელ ის შეფასება, რომელიც დაადასტურა გენერალურმა მდივანმა თავის საკუთარ გამოსვლაში. შესაბამისად, ამის მერე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რა არის ჩვენი ინტერესი. მე ვფიქრობ, საქართველოში ნებისმიერი ჩართული მხარის ინტერესიც უნდა იყოს საარჩევნო ადმინისტრაციის ინტერესის მსგავსი, რომ თუ ვინმე ქვეყნის შიგნით და გაანგარეთ აცხადებს უაპელაციოდ ფაქტების გარეშე, რომ არჩევნები იყოს გაყალბებული და 54,000-ზე მეტ ადამიანს სისხლის სამართლის დანაშაულში დებს ბრალს, ნება იბოძოს და ფაქტი წარმოადგინოს ამასთან დაკავშირებით. აი თქვენ ევროსაბჭოსაც მიმართეთ წერილით, ბატონ გიორგი, რომ მზად ხართ დიალოგისთვის, მზად ხართ კომუნიკაციისთვის, იყო თუ რა რაიმე გამოხმაურება ან რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციასთან თუ გქონიათ კომუნიკაცია? ჩვენ ცხადია, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასთან ვართ კომუნიკაციის პირობებში, ასე კონკრეტულად აი ამ საკითხებთან მიმართებაში, სწორედ იმიტომაც გახდა საჭირო განცხადება და ერთგვარი შეხსენება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის, რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ კი არის დანაშაული გაყალბებაში და ბრალსდებთ რამოდენიმე 10,000 ადამიანს ამ პროცესის სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში, მაშინ ამის უკან მხოლოდ განცხადება კი არა, უნდა იყოს კონკრეტული ფაქტი და ამაში არჩევნებში ჩართული ყველა მხარე უნდა ვიყოთ ერთიანი ამ ქვეყანაში. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა. ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე პასუხობდა ჩვენს კითხვებს.